ზაზაბილაშვილა ჩვენთან ერთად ჭავჭავაძის ცენტრიდან მოგესალმებით ზაზა, მადლობა რომ ხართ. არსებობს რაღაცა კითხვები, აი მე შესავალში ვცდილობდი რომ ეს კითხვები ჩავმოთვალა ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით და წერა მე მაყურებელსაც მინდა უთხრა რომ რატო ვაქცევთ ბაჩიაშვილის საქმეს ამ ხელყურადღებას, იმიტომ რომ რაღაცნაირად აშიშვლებს მართლა ამ რეჟიმის რაღაცა კიდე სხვა ტიპის კრიმინალურ მენტალიტეტს, ხო? ანუ არ არსებობს პასპორტი, არაფერი არ არსებობს, ასეთი ტყუილი თქვენ მწვანე ზოლთან დაკავშირებით. ნუ ვის შევჩილოთ მართლა რუსთაველი მკვდარია, მაგრამ ზაზა თქვენ როგორ უყურებთ რა რიგში გვაქცევს ეს რა ტიპის ქვეყნად გვაქცევს აი ამ კაცის ასეთი მოპარვა სხვა ქვეყნიდან. საღამშვიდობის ბაჩიაშვილის საქმე მართლა მრავალმხრივ ნიშანდობლივია. ერთი ალბათ ის არის რომ როდესაც გავს რაღაცას აკეთებენ ავტორიტარული რეჟიმები, ყოველთვის ამართლებენ რაღაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით და ასე შემდეგ. ხო, რაღაც მეტნაკლებად მათი გადმოსახედიდან და საზოგადოებრივი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანი თემები. აქ არის შემთხვევა, როდესაც ერთი კაცის პირადი მტერი არის სამიზნე. ანუ უბრალოდ ივანიშვილმა თქვა რომ აი ამ კაცისგან მინდა ფული წამოვიღო, ფული რომელიც მე ვთვლი რომ მეკუთვნის და ვინაიდან რაღაც სამოქალაქო დავა მაქვს და ეხლა უბრალოდ რომ გავაცნობიეროთ ხო სამოქალაქო დავაზე პოლიცია არ ერევა. აი უბრალოდ მოვა და ლამის ისეთი რაღაც აშკარა რაღაც რომ მოხდეს ხო? პოლიციის თვალწინ, ხანდახან ეს პოლიცია უკვე ბჭყალებში პოლიცია როგორც წესი, არ ჩაერევიან არც გამოძიებას დაიწყებენ, არ გეტყვიან რომ აი რავი წადი იდავე და თავს არ შეიწუხებენ. აი უბრალოდ არაფერი არ მოხდება, სრული თვითნებობა და განუკითხაობა მრავალმხრივ ხო? შესახშო სხვა შემოიჭრას, პოლიცია არაფერს არ იზამს. მარტივად რო თქვა. აი ხო, ზუსტად გეტყვიან რაც გინდა ქენი ხო და აი აქ არის ერთი კაცის პირადი ახირება, აკვიატება, მისი პირადი პრობლემა და აი ამ პრობლემიდან გამომდინარე მთელი ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების სისტემა ეს უსი, შმუსი, ვინც ყავთ საერთაშორისო მიმართულებით, ვინც არის დარჩენილი ეს ეგრეთ წოდებული საგარეო და ასე შემდეგ, ხო? თავისი აირზენაც ხო ჩართულია ხა ბუნებრივია აი ამ დანაშაულებრივ სქემაში, ყველაფერი არის მობილიზებული, რომ აი ამ კაცს თავისი რაღაც პირადი პატარკაცული ახირება შეუსრულონ და ამას ეწირება არამხოლოდ ვერ გააправეს ეს ხო რაღაც ეროვნული თემატიკით, არამედ შეეწირა ის რაც ჩვენთვის იყო მართლა ეროვნული პრესტიჟის საკითხი. როდესაც ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში ყველაზე უფრო მაღალი თანამდებობის მქონე ქართველი პოლიკაშვილი პრაქტიკულად შეწირეს აი ამ საკითხს, რომ ივანიშვილს თავისი რაღაც პირადი ახირება დაეკმაყოფილებინა. თან ეს გააკეთეს დემოკრატიის საფუძვლით, ხო, უпроსოვე და საფარქვეშ. თითქოს აი მესამედ რო დაგვესახელებინაო, ეს აღარ იქნებოდა დემოკრატიული, ამბობს რეჟიმი, რომელმაც მეოთხედ გაიფორმა და ამ შემთხვევაში 100%-ით მოიპარა ეს არჩევნები და ამბობს რომ რა ვქნათ ახლა ხალხმა თუ აგვირჩია რა პრობლემა არისო და იქ არც მიიყვანეს საქმე იმ თემამდე, იმ საკითხამდე და იმ წერტილამდე, რომ ხმის მიცემა მომხდარიყო. ხო, უბრალოდ გამოიწვიეს ეს კანდიდატურა. ხო, ეს მართლა შეწირეს და ხეთ ყველაფერი დადასტურდა და გასწორდა, ხო, რაღაცნაირად. მე მართლა მაინტერესებს სადავნე მივა ეს საქმე, ხა ეს მწვანე ზოლის ნაწილი და ეს ამხელა ტყუილი, ხა მართლა რა რუკადრიად ქართულ სპეცსამსახურებს, ხა რამხელა. ასეთი ტყუილი მე არ მახსენდება, ესეთი თან მოკლე ფეხება, ბრიყვული ტყუილი რაღაცნაირად, თვითდამაზიანებელი, ხო? შეგახსენებ და გაგახსენებ. და რომელი? სამარჩო კუტაევი გახსოვს. ხო, როგორ არ მახსოვს ვიდეო რო ატვირთა, მაგრამ სამარჩო კუტაევთან მიგნება რთული იყო, აი მაინც რაღაცა მოიგონეს და ნუ გაისროლეს და მოსახუმდა რო ატვირთა ვითომ ვიდეო. ხო, სამარჩო კუტაევის ამბავი გავიხსენოთ, ვინაიდან ეს საქმის ნაწილი. ეს უბრალოდ ის შემთხვევა იყო, როდესაც ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ჯერ კიდევ არ უნდა რაღაცების დანახვა, ხო, თორე ანუ ხელის გულზე იყო რა, ვიღაცამ ატვირთა ეგრეთ წოდებული ჯიჰადის ვიდეოები, რომელზეც იყო ძალიან დიდი შეშფოთება, ვინაიდან ამ ჯიჰადის ვიდეოებმა დიდი საფრთხე გამოიწვია ქართველი სამხედროებისთვის ავღანეთში. შემდეგ მოხდა აფეთქება, დაიღუპა რამდენიმე ქართველი სამხედრო და როდესაც დაისვა კითხვა თუ ეს ჯიჰადის ვიდეოები რა კავშირში იყო აფეთქებასთან, საიდან იყო აღებული კადრები, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ჯიჰადის ვიდეოები სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო IP მისამართით მათი დადგენა თითქოს ბერა სტუდიასთან მიდიოდა, ხოლო კადრები იყო ტელეკომპანია მზის არქივიდან, რომელიც ასევე წვდომა ჰქონდა ქართულ ოცნებას. აი ეს ყველაფერი რო გავრცელდა, ნუ მაშინ მოხდეს იყო რა ქვია, პოპულარული იყო ფრაზა აბა დაველოდოთ გამოძიებასო და გამოძიებამ შეთხზა ასეთი ვერსია, შევახსენოთ საზოგადოებასაც, თითქოს არსებობდა ვიღაც ყირგიზეთის მოქალაქე სამარჩო კუტაევი, რომელიც ცხოვრობდა ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, რომელიც მივიდა
ენგურის ხიდთან და იმგვარად ატვირთა ეს თითქმის ზუსტი ციტატა ისეთი აბსურდი იყო რაც დაწერა მაშინ პროკურატურამ რომ კარგად ჩამჩა და იმგვარად ატვირთაო აი ეს ჯიხადის ვიდეოებიო რომ შეექმნა შტაბ-ეტილება თითქოს ისინი თბილისში გარკვეული IP ადრესიდან მისამართთან არის ატვირთულიო აი ეს აქვს ხალხს ნაკადრი რომ ხაზეინის ბიჭი გამოიყვანათ ამ ვითარებიდან ხო ჯერ კიდევ საკითხავია და დასადგენია მართლაც თუ სადამდე მიგვიყვანს ამ საქმის რეალური გამოძიება რატო ამბობ ამას ეხლა ბაჩიაშვილმა დღევანდელ პროცესზე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვა რომ თეაწულუკიანის ეგრეთ წოდებული კომისია მონაგონი იქნება მარტო ამ საქმეზე რომ დავიწყებთ ლაპარაკს ხო და მე მართლა მგონია და სულ ახსენდება შავარამიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის საუბარი რომ ხალხმა რეები იცის და რო გაიგებენო მართლა რა ბოროტება და სიავე გვაქვს ნაკეთები წარმოიდგენენ რას გვიზამენო ხო რა წულუკიანის კომისია ანუ რა აფრასიძეების გაპროება ერთი დიდი უწყვეტი ღალატისა და ბოროტების ისტორიაა ეს უკანასკნელი 13 წელი უბრალოდ ვიმეორებ ჩვენ დაგვჭირდა რაღაც პერიოდი და ეხლა ვართ სრული ლუსტრაციის ხანაში ანუ ხანდახან მეც თქვენც ალბათ ბევრ ჩვენგანს გვაქვს იმის განცდა რომ აი სათქმელიც აღარაფერია იმდენად ყველაფერი აშკარაა ხო აი თუნდაც ეხლა წინა სრული პატივისცემი რა თქმა უნდა მაგრამ წინა რესპონდენტის ლაპარაკობდა რომ აი განათლების სფეროში ეს იქნება აი გასაგებია ყველა მხრივ იქნება პრობლემები მაგრამ აი თვითონ ჩვენ ეხლა საზოგადოებას ვეუბნებით რომ ცუდია იყო დაპყრობილი და კარგია იყო თავისუფალი ხო გასაგებია და დაპყრობილები ვარ დღეს უკვე დე ფაქტო კი ზაზა გეთანხმებთ აბსოლუტურად ეხლა ამ სიმართლის გაცნობიერებასთვის ადამიანებს ზოგს ცოტა დრო დაჭირდა ზოგს დრო საერთოდ დაჭირდა ზოგს ჯერ კიდე შეიძლება სჭირდება რაღაცა დრო მათ შორის არის ჩვენ საზოგადოებაში შეიძლება ასეთი ადამიანები სახარებისეული სიბრძნით უნდა მივუდგეთ ხო მე-11 ჟამის მუშაკის მიხედვით უნდა მივუდგეთ რომ ყველა გამოსადეგი იქნება ამ წინააღმდეგობაში ყველა შემთხვევაში უბრალოდ უნდა გკითხოთ ერთ ნაწილზე რომელიც მგონია რომ ჩვენს მთელ ქვეყანას გვაქცევს უკიდურესად ჩიხრულ მდგომარეობაში ივანიშვილი ემალება ამერიკის ელჩს ემალება რომ არ მოისმინოს ტრამპის ის გზავნილი რომლის მოსმენაც არ უნდა ეხლა ეს არის ძალიან სპეციფიკური ამბავი აი მართლა ანალოგის პოვნა არის ძალიან რთული ხო აი ეს დამალვა და არ მოსმენა ეს არც სადამ ჰუსეინს გაუკეთებია ანუ არა მე არ მახსენდება კულტურად რო გითხრა მართლა ჩიხრულ მდგომარეობაში გვაქცევს ჩვენ და არანაკლებ რთულ მდგომარეობაში აგდებს ჩვენს პარტნიორებს რა უნდა იყოს მოქმედების როგორ უნდა იმოქმედონ ამ კაცის წინააღმდეგ ხო როგორ შეიძლება რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ მათ შორის და როგორ აღწერს ეს ჩვენ მდგომარეობას ეს ისტორია ხო საელჩოს ეს წერილი და ივანიშვილის პასუხი მას ივანიშვილის ყველა მოქმედება აიხსნება რუსული პოლიტიკური, ტაქტიკური და მენტალური გარემოებებით. ანუ როგორ უდგებიან რუსები პოლიტიკას, რანაირ ფსიქოლოგიური ომის წესებს ცნობენ ისინი და როგორ უდგებიან ნაშორის ისინი დასავლეთთან ურთიერთობებს. ხო ხა ხშირად ყოფილა თუნდაც ტრამპის პირობებში ის ვითარება, როდესაც პუტინი თითქოს კარნახობს პირობებს ტრამპს. ხო მე ამას ვიზამ თუ იმას ვიზამ, ასე მოვიქცევი თუ ისე მოვიქცევი და ხა რო დახედო ძალთა განლაგებას პუტინს ნამდვილად არ აქვს იმასთან მიახლოებული მდგომარეობაც კი რომ რაიმე ტიპის წინაპირობა წაუყენოს ტრამპს მაგრამ იცის რა მან დასავლური დემოკრატიის მათ შორის თუნდაც ტრამპის პირობებში დასავლური დემოკრატიის სისუსტეები ორჭოფობა გარკვეულწილად ჩამოუყალიბებლობა რაღაც მიმართულებებით ცდილობს რომ მაქსიმალურად ისეთი სურათი შეკრას რომ მას შეუძლია ამ ტიპის პირობების კარნახი მსგავსი ვითარებაა საქართველოში როდესაც ივანიშვილი თითქოს ძლიერს თამაშობს ამ ვითარებაში და ეუბნება რომ მე არ შეგხვდები და ამით თითქოს ცდილობს ისე დაანახოს საზოგადოებას ვითარება თითქოს მე ძლიერი ვარ და ისინი სუსტები აი მე იმათ არ ხვდები ხო სინამდვილეში ამერიკას ერთი რაღაც დარჩა ამერიკის ხელისუფლებას დარჩა დასადგენი ვინაიდან ხშირად გაისმის კითხვა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ხშირად გაისმის კითხვა ხომ არ ეშინია ივანიშვილს რუსების ხო და რამდენადაც ჩვენ ვიცით ოცნების წარმომადგენლები და მისი პირადი წარმომადგენლები ზუსტად ამგზავნილი დადიან რომ აი რა ქნას ამან ხო აი პუტინის ეშინია უნდა გამოვიდეთ ეს ბოლო ილუზია რასაც ებღაუჭება ეს რეჟიმი არანაირი არ ეშინია რა ხა შიში ზოგადად ადამიანური ფაქტორია მაგრამ ის თვითონ არის რუსი ის თვითონ არის რუსული ინტერესების გამტარებელი ერთია რომ შენ რაღაცა გააკეთო იძულებით შეიძლება ეშინე კიდეც მაგრამ რა თქმა უნდა ხო ერთია რაღაც გააკეთო შიშით გამოუვალობის განცდი და ასე შემდეგ მაგრამ რა ეთყობა ამ კაც 2012 წლიდან რომ შიში და გაკეთებული თანმიმდევრულად მიზანმიმართულად ასავალ-დასავალში რასაც ვკითხულობდით ეგ აქცია სახელმწიფო ივანიშვილი ყველაფერი მაგრამ შიშარაკაცი არ არის ანუ მას შეუძლია საჭირო მომენტში ბანკზე წასვლა და ოლინის გაკეთება სხვაენით რო ვთქვათ და რისკზე წასვლა მათ შორის ის წასვლა ასეთ რისკებზე საარჩევნოდ მათ შორის და ამ გზით სწორედ ამ გზით მოუპოვებია უპირატესობა რომ აი ის მზად არის რომ იმოქმედოს რა და ბევრი რამე შეაყენოს მაგალითად სასწორს მას ეშინია იმისი ვისიც შეიძლება გეშინოდეს ხო და ამ შემთხვევაში ის სანამ გზნობს დასავლეთიდან რაღაც ეჭვს ბზარს გადაუწყვეტელობას ის ცდილობს აი ესეთი იმიჯის კულტივი
აქტივირებას, თუმცა წეგან იკითხე ხო რა უნდა გააკეთოს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, მას უნდა მოეპყრას ისე, როგორც ეპყრობა ამერიკის მტრებს და უკვე ბოლო კვირებში დაისვა ეს დიაგნოზი, ხო, ეს ხელისუფლება არის ეს ხელისუფლებად წოდებული რეჟიმი არის ანტიამერიკული, არის ანტიქართული, ანუ ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ამერიკის რეგიონული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და მასთან ენის მოჩლექვა უნდა დასრულდეს. საერთოდ ეხა ივანიშვილის რეჟიმის кейსი ალბათ სახელმძღვანელოებში შევა, როცა იქნება ვინაიდან მართლა უნიკალური შემთხვევა იმ თვალსაზრისითაც, რომ რუსებმა შეძლეს საქართველოს დაპყრობა ისე, რომ ქართველების დიდმა ნაწილმა საერთოდ ვერ გააცნობიერა რა ხდებოდა. ანუ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, მათ შორის ამ ხალხის ნაწილის მონაწილეობით მართავენ ამ ქვეყანას სათავისოდ. ძალიან ტრაგიკული ისტორია ნამდვილად. თუ წარმოუდგენელი თუ კარგად არ შემოტრიალდა ეს ამბავი და მართლა ისე მიდის რომ ჯერ შემოსატრიალებელი, ანუ ძალიან ცუდად მიდის ყველაფერი და აი ეს შემოტრიალების მომენტი და ძალად თითქოს არ ჩანს. აი რის ეშინაო ივანიშვილს, ალბათ ყველაზე მეტად მაინც ეშინია ქუჩაში გამოსული ბევრი ადამიანის, რომელიც დგას, ანუ მწვავე ხალხმრავალი და ხანგრძლივი პროტესტის. ერთს დავამატებდი მაგას და ბოლო დღეებში ამაზე ძალიან აქტიურად საუბრობთ მეგობრებთან. და ამ პროცესებში ჩართულ ადამიანებთან მარტო ხალხის რაოდენობის არა ნახეთ მას ხალხის რაოდენობა არ აშინებს, ოდესაც ამ ხალხს არ აქვს კონკრეტული მიმართულება და არ ყავს ადამიანები, რომლებიც ლეგიტიმურად გამოხატავენ მათ სათქმელს. რო გავიხსენოთ 2007-9-11 წლის პროტესტი ყოველთვის იყო ადამიანთა პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც ავად თუ კარგად მათი პერსონალური რეიტინგის მიუხედავად ითვლებოდნენ აი ამ ხალხის, აი ამ საპროტესტო მასის წარმომადგენლებად, ხო? ნუ ვიტყვით მასზე, ვინ როგორი იყო, ვის რა წონა ქონდა, ვის რა კავშირები ქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი მათი სახელით აწარმოებდნენ. მაგალითად, ძმები გაჩიჩილავიცები მთელი 4 წელი განსაზღვრავდნენ ოპოზიციურ ველს. და წარმოადგენენ ხალხს. და სხვაებიც, მაგრამ იყვნენ ესეთი. ეხა დღეს ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური ლიდერები უკეთეს შემთხვევაში და სხვათა შორის დღეს ზურასთან ვიყავი, ჯაფარიძესთან შესული და პირველი რაც ვკითხა არის რუსთაველი ხო ყოველდღე იკეტება ისევ, მეორე მითხრა რომ დღესაც ჩამაბარეს 5000 ლარიანი ჯარიმაო 4 თებერვალს რუსთაველის გადაკეტვისთვის. მაგრამ აი უკეთეს შემთხვევაში იქ მიესვლება და აქვთ იმ ადამიანების ნდობა და ზურა ამ მიმართულებით ცალსახად პირველია, კიდევ რამდენიმე ასეთი, მაგრამ დანარჩენები ან მიდიან, ან ვერ მიდიან და თუ მიდიან, მაშინ არ შეუძლიათ ამ ხალხის სახელით საუბარი. აი ეს არის ის, რაც ივანიშვილს აწყობს. ეხლა როგორ შეიძლება ეს შემოტრიალდეს? შეიძლება ერთი მხრივ ძალიან მარტივია, სათქმელად, წესით გასაკეთებლადაც არ უნდა იყოს რთული, თუ ჩვენ შევძლებთ და გადავაბიჯებთ საკუთარ ეგოებს კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან საჭიროა რომ რა ვიცი, მაქსიმუმ 10 ადამიანი დაჯდეს, დაილაპარაკოს, დანიშნოს აქცია და მე ამ აქციაზე ავიდეს სცენაზე. მერწმუნეთ, ყველა ადამიანი თუ დაინახავს აი ამ პოლიტიკოსების ერთიანობას, არა მხოლოდ ისინი გავლენ ქუჩაში, არამედ ისინიც, ვინც დღეს შეიძლება ერთგვარი სკეპტიციზმით არიან გამსჭვალული და არ გადიან სხვადასხვა მოსაზრებების გამო. აი ამის ეშინია ივანიშვილს, რომ იქ იქნება ეს ბევრი ადამიანი და მათ ეყოლებათ გამხმოვანებელი, მათ ეყოლებათ ერთგვარი ლოკომოტივი, რომელიც ამ პროტესტს თარგმნის უკვე პოლიტიკაში. მისთვის აზიანოდ და საქართველოსთვის საკეთილდღეოდ. მადლობა ძალიან დიდი ზაზა ბიბილაშვილი იყო ჩვენი სტუმარი ჭავჭავაძის ცენტრიდან.